არ მაღან. თვალებში მიყურებ და ისევ მატყუებ. გთხოვდი სიმართლე მოგეყოლა. გთხოვდი რომ ჩვენ შორის საიდუმლო აღარ ყოფილიყო. იზოლებული გავხდი. ტყუილია, შენ მე ისევ იდიოტად მთვლიდი. არ მაღან. ვერ მოგიყვებოდი გესმის? მე შინოდა რომ შემიძულებდი. შეგიძულებდი? გამოგივიდა მძულ ხარ. რა? საკუთარი შვილები როგორ მიატოვე? გული არ გაქვს? არ მაღან, მე ეს არ მინდოდა. იზოლებული გამხადე სოლათ იმ ადამიანს გავყოლოდი. მე მამა შენი მიყვარდა გესმის? ისინი ბავშვები იყვნენ, ბავშვები, უდანაშაულო ბავშვები. მამა ჩემი შენ გამომოკვდა. მამა ჩემი სიკვდილში გულჯემალზე არანაკლები წვლილი შენ მიგიძღვის. არ მაღან, გთხოვ, ჩემზე უარი არ თქვა. ფიქრობ დაამტკიცე რომ შვილებისგან შორს ცხოვრება მშვენივრად შეგიძლია. საიდ, მათ სახლში ბრუნდები? მე არ მაპატიე და მას აპატიე. ისევ ცდილობა მომში გულჯემალს მოუგვარა, მასთან არ წავალ და იცი რატომ, იმიტომ რომ ის შენზე უკეთესი არ არის. ორივე სიძულვილით ხართ სავსე. თქვენგან თავს შორს დავიჭერ. ორივესგან. არ მაღან. შენი მოსმენა აღარ მინდა. აღარასოდეს დამირეკო. ნიშნულობა არ აქვს სახლში გამომკეტავ თუ ლონდონში გამომგზავრებ. ყველაფერი დამთავრდა. შენ დედა ჩემი აღარ ხარ. თავი დამანებე. არა. არ მაღან. არ მაღან. არ მაღან. ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ? იქნებ არ მაღანმა სახლში დარჩენა არჩიოს. დედამისის მოსმენა მოისურვოს. ფიქრობ არ მაღანიამ სახლში 5 წუთსაც არ გაჩერდება. მას ჩემს ძმას აუცილებლად წავართმევ. რატომ? ძმა ასე ძალიან გიყვარს? ხო, მიყვარს. ის ხომ ჩემი ძმა. გულჯემალ, ჩვენ ასე არ შევთანხმებულ ვართ. შენი ძმა ახლა განადგურებულია. მისი სამყარო დაინგრა. ის რომ ნამდვილად ყვარებოდა, ასე დღეში არ ჩააგდებდი. რას ამბობ? განა დედა ჩემის შესახებ არ მოგიყევი? შენ მხოლოდ მასზე ფიქრობ. სხვაზე არავისზე. ფიქრობ შური როგორ ვიძიო. ტკივილი მიაყენო დასაჯო. არ მაღანზე წამით არ გიფიქრია. განა ვერ ხედავ რომ სიძულვილით ხარ სავსე. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ხო, დავრწმუნდი რომ ზაფერის შვილი ხარ. შენც მისნაირი ხარ. მასზე უკეთესი არაფრით ხარ. გააჩერე. კარი გააღე. არ მაღან. ძალიან წუხვარ. მაგრამ ჩემს დანაშაულს გამოვისყიდი. ახლა ჩემი სახლის კარი შენთვის ღია. მამა ჩემის მკვლელის სახლში არაფერი დამრჩენია. მანქანა დაძარი. არ მაღან. ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა, მერე რაც გინდა ის გააკეთე. და რას მოვისმენ? არასდროს დავივიწყებ იმას, რისი გადატანაც შენ გამო მომიხდა. შენ მამა ჩემი მოკალი, მაგრამ დღეს დილით დედაც მომიკალი. გზაზე აღარ გადამეღობო. არასოდეს. წავიდეთ. არ მაღან მოიცადე, მეც მოვდივარ. გულჯემალს დაურეკე. მამა დევას ხომ უკვე დავურეკეთ. თქვა რომ დილით დაბრუნდება. ნუ ვანერვიულებთ. ქალბატონს ნუ ვანერვიულებთ. შესაძლოა გული შეტევა დამემართოს, მაგრამ ქალბატონს ნუ ვანერვიულებთ. მამა ეს არ მეგულისხმია. როცა მოვა პასუხს მოვთხოვ. ვიცი რასაც ვეთყვი. რა შეედერე შეულებ? ის თავისით არ გაქცეულა, მოიდაცეს. ჩემ შვილს ვეღარ ვცნობ, დავინახე როგორი თვალებით უყურებდა იმ ბანდიტს. ეს ადამიანი მოვიდა და ჩემი შვილი გაიტაცა. ის კი ამბობს რომ ყველაფერი რიგზია და მალე მოვალო. მამა დამშვიდი, მალე მოვა. ნუ ნერვიულობ. მამა,
შვილო, სად იყავი? არ მაღან? ეს აქ საიდან გაჩნდა? სხვასთან ერთად წახვედი და სულ სხვასთან ერთად დაბრუნდი. ჭყუიდან გადამიყვან. მამა, არ მაღანმა დედამისის შესახებ სიმართლე შეიტყო. მას დასასვლელი არსად აქვს. ვუთხარი რომ შეუძლია ჩვენთან იცხოვროს. ბიძია იბრაჰიმ, მაპატიე. ღამის გასათევს ვიპოვი. ღმერთო გაძლება მომეცი. ზაფერ ჰანიმის შვილებს თავი ვერ დავაღწიეთ. კარგი, მივდივარ. არ მინდა პრობლემები შეგიქმნათ. არა, არ მაღან. მამა დილიდან უხასიათოდ არის. ასე იმიტომ იქცევა. ხომ იცი როგორ უყვარხარ? ხომ ასეა მამა? მისი კარგად მესმის. მართალია რომ იმ ყველაფრის მერე რაც დედა ჩემმა ჩაიდინა, ჩემი დანახვა არ უნდა. დედა შენმა ჩაიდინა, შენ ხომ არა? აქ ამიტომაც დარჩები. კარგი? მოგჭირდებოდათ. მოდი. როგორ არის? ყველაფერი რიგზია, წნევა დაურეგულირდა. მაგრამ უკვე დიდი ხანია უგონოდა, საბადამყოფოში ხო ვარ წავიყვანოთ. ნუ ღელავთ, პაციენტს ნერვული შეტევა ჰქონდა, ტკივილგამაყუჩებელი გავუკეთეთ. ცოტა ხანს კიდევ დაიძინებს. გასაგებია. გმადლობთ. არაფერს. არ მაღან. არ მაღან. ზაფერ ჰანიმ? ჩემი არ მაღანი სად არის? კარგად ხართ? არ მაღან. მშვიდად. არ მაღანი სად არის? არ მაღან. ზაფერ ჰანიმ, დამშვიდით. მორჩა, დამშვიდით. არ მაღანი წავიდა. ყველაფერი რიგზია. წავიდა. ემრულა. არ მაღანი მის გამო წავიდა. გული მეგლიჯება. მის გამო წავიდა. ყველაფრისთვის პასუხს აგებს. პასუხს ვაგებინებ. ემრულა. გისმენთ ზაფერ ჰანიმ. გახსოვს ის ხალხი გულჯემალმა რომ არ დახოცა? მახსოვს? იპოვე და აქ მოიყვანე. კარგი. ჩვენც ახლა გავიგეთ, მაგრამ ვერ გითხარით. ხო, ნუ გაგვიბრასდები, გთხოვ, გვაპატიე. თქვენ საბოდიშო არაფერი გაქვთ, რა უნდა გეთქვათ? რომ დედა ჩემ ამდენი ბოროტება ჩაიდინა, რომ ორი შვილი გარეთ დააგდო? რომ დედა რომელსაც ანგელოზად ვთვლიდი, სინამდვილეში ეშმაკი ყოფილა? თავს ნუ ხარ იტანჯავ. არ ვიტანჯავ. უბრალოდ იმას ვამბობ, რაც არის. დედა ჩემმა ამ სათნო სიყვარულით სავსე ქალმა შვილები ბედის ანაბარად დატოვა და საყვარელთან გაიქცა? ღმერთო ჩემო. წარმოიდგინე. მათ ბევრი ტანჯვა გამოიარეს. გულჯემალმა მითხრა, რომ ქუჩაში ცხოვრობდნენ. და გადაწყვიტა მამა ჩემი მოიკლა? ასეა? ჰქონდა ამის უფლება? მე მსგავსი არაფერი მithქვამს. არც თქვა. იმ ადამიანის გამო უმამოდ გავიზარდე. მას ნუ დაიცავ. მათ ვერ ვიტან. ჩემთვის მიუღებელია ის, რაც თავიანთ ეგოისტურ ბინძურ სამყაროში ხდება. გეყოფა, ცალხში შემოდით. ჭამის დროა. ჩაიდანი ცეცხლზე დადგით. შეხედე რა ლამაზია. აი ეს მომძანს. მოდი ეს ვიყიდოთ. ჩვენი პატარასთვის. რა სიტყვი? როგორც სიტყვი საყვარელო. მოიცადე, ეს შენ გინდა თუ ჩვენს პატარა ლობიოს? რომელს? ლობიოს? მამიკოს პატარა ლობიო.
ჩანდება. ეს საიდან მოიფიქრე? გულენდამ. ვეფა რა გჭირს? რა გაბრაზებული ტონი გაქვს? არ შეგიძლია წესიერად მომმართო. შენ ზმას ელაპარაკე? ურეკავდი, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. დღეს მოვა? არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. რა ხდება? რამე სასწრაფოა? ხო, სასწრაფოა. პრობლემაა, რომლის მოგვარება ჩემს ძალებს აღემატება. მოვა და მოაგვარებს. ჩემო პატარა ლობიო. მამიკო, ცოტა ხნით ოთახში ავა, კარგი? მე ერთ რა დაგემართა? რა ხდება, რა გჭირს? თქვი რამე. რა მოხდა? ვერ ვსუნთქავ. აქ გტკივა? მაჩვენე. გაჩერდი. რა დაგემართა? კარგი, კარგი. მე ერთ. არ მინდოდა მეთქვა. შენი შეშინება არ მინდოდა. ეს როგორ მოხდა? მოგიყვები. ამას ამდენი ხანი მიმალავდი? შენიგან ერეულება არ მინდოდა და ამიტომ არ მოგიყევი, საყვარელო. ავტო ავარია შემემთხვა. რა? საავადმყოფოში ვიყავი. კარგად ვარ. კოლეგები ერთ კლიენტთან შესახვედრად წავედით, უკან რომ ბრუნდებოდით, ვიღაც იდიოტი დაგვეჯახა. ჩემი ბრალია, მაპატიე, ჩემო პატარა ლობიო. უსაფრთხოების ღვედი არ მეკეთა, მაგრამ კარგად ვარ, კარგად ვარ. მოდი ჩემთან, მოდი. რამე რომ დამემართოს, ძალიან ინერვიულებ? ეს რა ლაპარაკია? რამე რომ დაგემართოს, მე და ჩვენი პატარა ამას ვერ გადავიდანთ. მე მოვკვდები. რა სისულელეა. ეს აღარ გაიმეორო. თქვენ როგორ მიგატოვებთ? ეს არ მოხდება. მანქანის ნომერი დაიმახსოვრე? ვეფა, რაღაც უნდა ვქნათ. რას მომშტერები ხარ? ვიმოქმედოთ. საჩევარი შევიტანოთ. საყვარელო, ვეფამ რა უნდა ქნას? მანქანის ნომერი არ მახსოვს. სანომრე ნიშანი კარგად არ ჩანდა. ვეფამ რა უნდა ქნას? დახმარება რომ შეძლებოდა განა არ მივმართავდი? ჯანდაბა. დაგეჯახა და გაიქცა. ვინც უნდა იყოს ღმერთმა დაწყევლოს. არ გინდა, საყვარელო, დამშვიდდი. გულენდამ, ნუ ბრაზობ. ხომ იცი ბრაზი კარგს არაფერს მოგიტანს. დამშვიდდი. დამშვიდდი. კარგად ვარ, საყვარელო. მეჩვენება თუ ვეფა დაძაბულია? არა. ვეფა ყოველთვის ასე იქცევა. სულ ასეთია. ხო, დღეს განსაკუთრებით დაძაბულია და ელაპარაკე, იქნებ პირადი პრობლემები აქვს. ვინ იცის? არა, საჭირო არ არის. ის ყოველთვის ასეთია. კარგი. მიდით, ჭამეთ. ვინ არის? გულჯემალი ვარ, არ მაღანს მინდა დაველაპარაკო. არ გააღოთ. გააღეთ, თორემ შემომამტრებ. ჯანდაბა. ბიძია იბრაჰიმ, გთხოვ არ გააღო. სანამ არ დაგელაპარაკება არ წავა. არ მაღან, ძმაო. შენმა სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მოდი დაველაპარაკოთ, გთხოვ. შენ ჩემი ძმა არ ხარ. შენ მკვლელი ხარ. მკვლელი ხარ, გესმის? ხოლო 10 წუთი.
მხოლოდ 10 წუთი მომისმინე. ჩემი ამბობიც მოისმინე. ძალიან რთული დღე იყო. მამა შენი მოვკალი, ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი. ბავშვი ვიყავი, საკმარისია, გაჩუმდი. უფროს ძმაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ახლა იმ დღეს ვწყევლი, როცა შენ შეგხვდი. იმ დღეს ვწყევლი, როცა ძმა დაგიძახე. არ მაღან. გთხოვ, მომისმინე. არ მაღან. შენთვის ეს საკმარისი არ არის? შენც არ მაღანებით ფიქრობ არა? ფიქრობ, რომ ბინძური მკვლელი ვარ? ფიქრობ ბავშვი ხარ, რომელსაც ჭრილობა მიაყენეს. ისევ იმ დღით ცხოვრობ, როცა მამა შენი მოკვდა. არ გაზრდილ ხარ. ბევრჯერ დაგჭრეს. ახლა კი ჭრილობას ყველას შენ აყენებ. შენ ორჩხულის ნიღაბს ადარებ, მაგრამ ბოროტი არ ხარ. პირიქით. შენ მეტად გულმოწყალე ხარ. თუ ასეა, რატომ წახვედი? ხომ დამპირდი, რომ ჩემთან იმუშავებდი? რატომ წახვედი? ამიხსენი. ცუდი ადამიანი არ ხარ, მაგრამ დღეს ცუდეთ მოიგეცი. არ მაღალს გვერდში უნდა დავდგომოდი. ხო, დაგპირდი, რომ შენთან ვიმუშავებდი. შენ გვერდით ვიქნებოდი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილ გულჯემალად იქცეოდი. თუ ნამდვილ გულჯემალს ყველა დაინახოს, რომელსაც მე ვხედავ. მაშინ ეს რას ნიშნავს? ნიღაბს მოიხსნი. იარაღს დადებ. მაფიოზობანას თამაშს შეწყვეტ. ჩვენს ბიზნეს პატიოსანი შრომით ავაშენებთ. საკუთარ ბრენდში ვქმნით. წარმატებას მივაღწევთ. დაიმახსოვრე ყველაზე ტკბილი შურისძიება. წარმატებაა. ეშენიც მის დაბრუნების, ჩემი დაბრუნების. და ამ ომში გამარჯვების ერთადერთი გზაა. თუ იტყვი, რომ მზად ხარ, მაშინ გპირდები. შენს მხარეს დავდგები. არ მესმის შვილო, რას აკეთებ? მამა ის ცუდი ადამიანი არ არის. მართლა? ადამიანები არ იცვლებიან დევა. ამ სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არიან, კარგი და ცუდი. სხვანაირი არ არსებობს. ცუდი ადამიანი ცუდ ადამიანად რჩება. შენ? შენ ის გიყვარს? გონს მოდი დევა. ოღონდის არა, ოღონდის არა. შენ იმ სახლში ვერ დაბრუნდები. გინდა რომ ქუჩაში თავი ვერ გამოყო? შენს ზურგს უკან იჭორავებენ. ნაცნობებთან შეხვედრის მეშინია. ნივთები შევაგროვეთ და აქ გადმოვედით. შენ გამო ყველაფერი დავტოვე, მაგრამ თუ ჩემს ღირსებას ლაქას მოსხებ, იცოდე არ გაპატიებ. ეს იცოდე. გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიიღე. ძალიან გთხოვ. კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე. მიდი ძმაო. აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებით. ჯანდაბა, ჯანდაბა. ჯანდაბა. ვეფა, რა ხდება? რა დაგემართა? ჭკუიდან შევიშლები დედა. თავს ვეღარ ვერევი, გამოსავალს ვერ პოულობ.
მოდი დაჭექიდე და მშვიდდი. როგორ დავჯდე? რას მეუბნები, როგორ დავმშვიდდე? ის მერთი უბრალოდ ნაძირალაა. მერც რა შირს? ის დევას ყოფილი საქმროა, წარმოგიდგენია? დაგვცინა. ყველას დაგვცინა, მაგრამ გულენდამის გამო მას ვერაფერს ვუხერხებ. გულჯემალი როცა მოვა, ყველაფერს მოუყვები, მერე კი ყველაფრისთვის პასუხს აგებს. ყველაფრისთვის. არ გაბედო. არავის არაფერი უთხრა. როგორ ვერ გაიგონე რა ვთქვი? მერთი დევას ყოფილი საქმროა მეთქი, იმ გოგომ გულჯემალი თითზე დაიხვია. წარმოიდგინე. დევა არაფერ შუაშია. ეს როგორ? როგორ თუ არაფერ შუაშია? ასია. თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი. დევა გულჯემალისთვის ყველაფრის თქმას აპირებდა, მაგრამ მე შევაჩერე. როგორ ფიქრობ სახლის გადაწვა რატომ სცადა? ჩვენ ზურგს უკან რა ამბები ხდება? მოყოლის საშუალება რატომ არ მიეცით? ჩვენთან რატომ არ მოვიდა? იმიტომ რომ დევა აქ ადგილს ვერ პოულობდა. წავიდა და კიდეც. მაგრამ გულჯემალს შეუყვარდა. მას ვეღარაფერი ვუთხარი. რაც მოხდა, მოხდა. მოსმენილის შემდეგ შენ თუ ვერ იკავებ თავს, გულჯემალი როგორ შეიკავებს? მერც მოკლავს. მოკლას, შუბლში ტყვია და ახალოს, მისი სიცოცხლე განა ასეთი მნიშვნელოვანია? ის არა. ჩემთვის გულჯემალი და გულენდამია მნიშვნელოვანი. ამ ყველაფერს რომ მოუყვები, გონია გულჯემალს რამე შეაკავებს? მერც მოკლავს. გულენდამი კი ძმას ქმრის სიკვდილს არაბადიებს. არ გინდა შვილო. როგორ გავჩუმდე? მათ გამო უნდა გავჩუმდეთ. ხომ არაფერს ეტყვი შვილო? ხომ არ ეტყვი? ასეთი ტვირთის სტარებას ვერ შევძლებ. გულჯემალს ამას ვერ დავუმალავ. მას ვერ ვუღალატებ. ვეფა. ძმაო, ნერვიულობდი, ტელეფონი გამორთული გქონდა, სად იყავი? რა მოხდა, ჯერ მირეკავდი, მერე შეტყობინება გამომიგზავნე, მერე ისიც წაშალე. რა პრობლემა გაქვს? მითხარი. მერც ეხება. მერც? ვეფა, სიტყვები ძალით ამოგგლიჯო? თქვი, რისი თქმა გინდოდა? რამე პრობლემაა? ჩანაწერი სუფთაა. სხვა დანარჩენი? ჯერჯერობით სიმშვიდეა. კარგი, დავიღალე. მოგვიანებით დავილაპარაკოთ. ცოტას დავისვენებ. ალბათ გაინტერესებთ ამ დილაუთენი აქ რატომ შევიკრიბეთ. გითხეთ საკუთარ თავებს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. უკვე მრავალი წელია ჩემთან ხართ. ჩემ გამო მზად ხართ თავი გაწიროთ. ამის მოწმე ვარ. გმადლობთ გაწეული შრომისთვის. დამლოცეთ. დაგვილოცნი ხარ. რა ხდება, ღმერთო? ყველას ვათავისუფლებთ? მსგავსი არაფერია. აქამდე ერთად მოვედით და ბოლომდე ერთად ვიქნებით, მაგრამ სხვაგვარად ვიმოქმედებთ. ჩემთან მინიმუმ 15-20 წელია მუშაობთ, არა? სტამბოლის ყველაზე შავბნელი კუთხე-კუნჭული ერთად გვაქვს მოვლილი. ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ. ვესროდით, ჩვენს გვესროდნენ. ტყვიებს ერთად ვიგერიებდით. არ დავიხოცეთ. შესაძლოა ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ ერთად გავიზარდეთ. ფულს ერთად გამომიმუშავებდით. შენი წყალობი ძმაო. ცხადია ღვთის შეწევნით. მინდა ღვთის ნაბოძების სიცოცხლე ლამაზად, სასიამოვნოდ, ადამიანურად გავლიო. ხომ გესმით? ამიერიდან მხოლოდ
მხოლოდ კანონის ჩარჩოებით ვიმოქმედებთ. არანაირი ბინძური საქმიანობა. არავის ჩვენი ვალი არ აქვს. არც ჩვენ გვექნება არავის ვალი. ყველა შეატყობინეთ. არანაირი საქმის გარჩევა. ამიერიდან მხოლოდ ბიზნესით დავკავდებით. გასაგებია? კომპანიაში ყველა საპასუხისმგებლო პოზიციაზე დაინიშნებით. დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ძმაო, კომპანიის საქმეების რა გაგვეგება? ჩვენ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მუშტით შეგვიძლია კომპანიაში რა უნდა გავაკეთოთ? ვიცი რა პოზიციაზე დანიშნავ, ძმაო. მხოლოდ დაწყებითი სკოლა გვაქვს დამთავრებული. კომპანიაში მუშაობას როგორ შევძლებთ? ხომ თქვი, ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. სრულიად ახალს, სუფთა ფურცლიდან. ახლა ასეთი ცხოვრება მინდა ვეფა. იარაღს დავივიწყებთ. არ მინდა ჩვენი ეშინოდეთ. რა? მოიცადა იარაღს ვინახავთ? პირველი მე ვიქნები. სადაც პირველი ბორბალი მიდის, უკანაც იქ მიდისო. მიდით. არ მინდა ზღვარს გადავიდე, მაგრამ იარაღს თუ დავდებთ, ხმები დაერხება. ჩვენს რაიონში ყველა გაიგებს, შესაძლოა პრობლემები შეგვექმნას. ძმაო, ჩვენ ფული გვაქვს. აქ მტერი არ გვყავს. მხოლოდ დედა ჩემია, მაგრამ მასთან მოვაგვარებ. ძმაო, მზად ვართ თქვენთვის სიცოცხლე გავწიროთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით. ძმაო, ჩვენ ახლა გზა გასაყართან მდგავართ. ვინც არ დაგვთანხმდება, მათთან დამშვიდობება მოგვიწევს. თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მითხარით, ჩემთან ერთად ხართ თუ? ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის. 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 გმადლობთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. მიდით ბიჭებო, ყავა დაისხით და დავილაპარაკოთ. თუ ძმის დაბრუნება გინდა, თუ ჩემი დაბრუნება და ამ ომში გამარჯვება გინდა, ეს ერთადერთი გზაა. მთელი ღამე ვფიქრობდი. მართალი იყავი. ზოგი კარი აუცილებლად უნდა მიხურო. ამის გაკეთება კი მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია. დევა, გამოდი. საუზმე მზად არის. მოვდივარ. ღმერთო, ვერ ვიჯერებ. გმადლობ, უფალო. დევა. მოვდივარ. შვილო, რატომ გამოეწყვე? სად მიდიხარ? მამა, ხომ გითხარი გასაუბრებაზე დამიბარეს? ხო და მეც მივდივარ. არ მატყუება რა? კარი გააღეთ. ზაფერ ჰანიმი გაგვაკლდა და ისიც მოვიდა. მოსვენებას არ მაძლევთ. არ მაღან. კარი გააღეთ. არ გინდა გთხოვ. მამა. ზაფერჰანი, მაქედან წადით, გთხოვთ. თავი დაგვანებეთ. იბრაჰიმ, კარი გააღეთ. ჩემი შვილის ნახვა მინდა. ღმერთო გაძლება მომეცი. იბრაჰიმ. არ მაღან, კარი გააღე. გთხოვ, კარი გააღე. გააღე. მას თქვენი ნახვა არ უნდა. წადით აქედან. არ მაღან. ვიცი რომ ჩემი გესმის. ვიცი რომ მანდ ხარ. გთხოვ.
გთხოვ სახლში წავიდე ჩვილო. ყველაფერს მოგიყვები. არმაღან. იძულებული გავხდი ასე მოვქცეულიყავი. გონია ჩემთვის ადვილი იყო? გთხოვ მომისმინე არმაღან. არმაღან. მინდოდა ამ ყველაფრისგან დამეცავი. შენი გულისკენა არ მინდოდა. ცუდი დედა არ ვარ დამიჯერე. ცუდი ადამიანი არ ვარ. არა. არმაღან. არმაღან გთხოვ მომისმინე. დევა. საკმარისია ზაფერ ხანიმ. საკმარისი დანჯვა არ მიაღენეთ? გამადარე ჩემ შულთან შევალ. ვერ შეხვალთ. მისთვის ტკივილის მიყენების უფლებას არ მოგცემთ. შემინკითხას. ასეთი მამაცი როდიდან გახდი? გულჯემალისგან ისწავლე? გიყვარს არა? მასაც უყვარ ხარ? თვალებში შემოფხედე. შენის გიყვარს. გულჯემალი გადაგარჩენს არა? ის დაგიცავს. თქვენი ადგილი იცოდეთ. თქვენ ჩემი სახლის ღურბლთან დგახართ. არმაღანი ჩემი სტუმარია, ახლა კი წადით. დღეს იქნება თუ ხვალ შვილს აუცილებლად დავიბრუნებ. იმიტომ რომ ყოველთვის იმას ვიღებ, რაც მსურს. შენ იმაზე იფიქრე, ამ ისტორიის ბოლოს, როცა არმაღანი ჩემ გვერდით იქნება, შენსად აღმოჩნდები. შვილო, მოიცადე. საით მიდიხარ, შვილო? მივდივარ. დევა, სად მიდიხარ? დევა, დაბრუნდი. მამა, უნდა წავიდე. ვაგვიანებ. სანამ არ მეტყვის, სად და ვისთან მიდიხარ, არ გაგიშვებ. მამა, გვირდები, როცა დავბრუნდები, ყველაფერს მოგიყვები. დევა. ახლა რა უნდა ვქნათ? არ ვიცი. მაგრამ ამ გოგომ გულჯემალი შეცვალა. მის გამო იარაღის ხმარებაზე უარი თქვა. ცხადია, კარგია გულჯემალს დევასთვის რაღაცის გაკეთება რომ უნდა, მაგრამ მისნაირ ადამიანს სიფრთხილე მართებს. ეს გოგო ვინ ყოფილა? ხოჩახ, ჩემი ძმა მუჩი ყავს მოქცეული. დევა ცუდი ადამიანი არ არის. უბრალოდ იმას აკეთებს, რასაც მართებულად მიიჩნევს. ჯანან, დევა მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ ჩემი ძმა ის აღარ იქნება რაც არის, ეს ყველა ზვირად აგვიჩნდება. მოვედი. გეთილი იყო შენი მოსვლა. უმერთო, ჩემო საყვარელო, ძალიან მომენატრე. ძალიან. ჩემო ლამაზო, გეთილი იყო შენი მოსვლა. მიხარია აქ შენი დანახვა. გმადლობ. გეთილი იყო ზვირფასო. გმადლობ, ძალიან მომენატრეთ. მოდი. გეთილი იყო შენი მოსვლა, დევა. გულენდამ დიდი მადლობა. და ჯექი. ჩაი? ესეა დავაყენე. ძალიან კარგი. დაგისხა? რა თქმა უნდა, გმადლობ. მთელი ეს პერიოდი სოფელში ცხოვრობთ? ხო, ასეა. გეფიცების სუფთა ჰაერ ჩემზე კარგად მოქმედია. სიცოცხლის ხალისი დაგიბრუნდა. ხო, მიხარია. გეფიცები თავიდან არ ვიცოდი რა მექნა. მერი სახლი მოვაწესრიგეთ დავალაგეთ. ისეთი სიმყუდროვე შეიქმნა. უკვე ყველა მივეჩვიეთ. რა კარგია. ახლა არმაღანიც ჩვენთან ცხოვრობს. რა? არმაღანი? არმაღანი თქვენთან ცხოვრობს? ხო. გულჯემალმა არ გითხრათ? არმაღანმა ყველაფერი გაიგო. ახლა უკვე იცის რომ დაძმახავს. როცა მის შესახებ გაიგო, დედასთან დარჩენა აღარ მოისურვა. და რა თქმა უნდა ჩვენთან მოვიდა. მოხავი როგორ ხარ?
რა შრები? გულჯემალ საბადიე. ბუდიში მოგიხადა? აქვე ვიქნები. კარგი. ხო, მომიბოდიშა. ცხადია, მომიბოდიშა. სხვა შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი. და კიდევ დიდი ხნის ნატვრა ამისრულა. რომელი? ცხადია, ბავშვური ოცნებაა, მაგრამ ყოველთვის ვოცნებობდი მფრინავ რაშზე. მან კი თავისი ცხენი მაჩუქა. ქანათი. ჩემმა ძმამ თავისი ცხენი გაჩუქა. ხო. ძმა გულჯემალს დამიხედეთ, რა საყვარელია. ლამპიდან ამოსულ ჯინათ იქცა. ჩემო საყვარელო. გულჯემალს ის ცხენი ისე უყვარდა, რომ გულენდამსაც კი არ აძლევდა უფლებას მასზე დამჯდარიყო. გულჯემალს ბევრი წელია ვიცნობ. იმ ცხენს თავისი დისთვისაც კი ვერ იმედებდა. დედა გარა ეს რა შუაშია? ხომ იცი რომ ცხენზე ჯდომა არ მიყვარს? ხომ იცი? ხო, ასეა. მე ძალიან მიყვარს. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მართლა დავფრინავდი. ჩემს ძმას დამიხედეთ. ეს შოუ რაში დასჭირდა? რის მიღწევას ცდილობს? ამით გულჯემალმა დევა საჩვენა, რომ ის მისთვის ძვირფასია. ხო, მართალია, მისთვის ძვირფასია. წავალ, მერც ვნახავ. ესე იგი, მფრინავი რაში ყავს? ზღაპრებში რომაა ისეთი? ხო, სწორედ ისეთი. არ გინდა ზღაპრული რაშით ერთად ვიფრინოთ? მაგარია. მაგარია. ხელები ასიასიე? ჩემო პატარა.